მოგესალმებით მეგობრებო, ძალიანაც ვიდა საქართველოში და გამობით ზოგიერთ ქალაქში -8, -10 გრადუსია და შესაბამისად მოდი ხა შევამოწმოთ ყველაზე სანდო საიტზე, როგორი ამიდის პროგნოზია მოსალოდნელი საქართველოში, რეგიონში ზოგადად და ეხლა ამ წუთას სად რა ამდენი გრადუსია ცელსიუსით. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება MSN-ი, ყველაზე სანდო საიტი როგორც გითხარით, სადაც მოცემული არის ძალიან ბევრი მონაცემი, მაპი, ხედავთ ახლა სად არის ციკლონი ამ წუთას. ლურჯი ფერის რაც არის, ეს არის ცივი ჰაერი, ანუ ყინვა და მწვანე ფერი არის. საშუალო ტემპერატურა, ეს ქარი არის, რაც ტრიალებს. და რაც უფრო წითელია, მით უფრო სიცხეა ამ რეგიონში. დაახლოებით სამეგრელოში აქ მაგალითად არის 3 გრადუსი, სამტრედიაში 3-ია, აჭარის მაღალმთიანეთში -7 არის ხა, -8 არის აი აქა. ყველაზე ცივი ტემპერატურა ვნახოთ აბა საქართველოში სად არის ამ წუთას. ადიგენში -5, -6, -4, სამცხე-ჯავახეთში, ანუ ახსოვდეთ აქ -12 გრადუსია ხა. -15 გრადუსია საზღვართან ახლა. აბა მოდი კავკასიონზე ვნახოთ თუ არის უფრო მაღალი ტემპერატურა, უფრო დაბალი ტემპერატურა, უფრო სწორედ. -20 კი ბატონო, -21, -22, აი იალბუსთან, რომელიც არის საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს და ერთდროს ჩვენ გვეკუთვნოდა მე რუსებმა მიითვისეს. -15 გრადუსი, სხვა შორის -15 გრადუსია, -19 და აქეთ უფრო ცივა -22 გრადუსია. აქეთ თიანეთში ეს არის უშგულის სიახლოვეს. აბა აქეთ ნახოთ რაჭაში -14, -15. აქეთ სტეფანწმინდა -19, არა, იქ რაც იყო იმასთან შედარებით. ყველაზე დაბალი ტემპერატურა ამ წუთას ესე იგი საქართველოში ყოფილა. აქეთ არ არის უკვე. ყველაზე დაბალი ტემპერატურა ყოფილა, აი დაახლოებით აი აქ, სადღაც აქ იყო -21 კი ბატონო, აი ამ ადგილას. ეს რომელი ის არის მულახთან ყოფილა ყველაზე ტემპერატურა, დაბალი ტემპერატურა საქართველოში, თვითონ მულახში, სოფელ მულახში არის -14 გრადუსი, მაგრამ მაღალმთებში არის -21 გრადუსი. 4 გრადუსია ამ წუთას ყველაზე მაღალი ტემპერატურა საქართველოში. და არის რა თქმა უნდა ოდიშის დაბლობზე უფრო მაღალი -5 ხო რა სადმე +5. კი, აი, აფხაზეთში ყოფილა ტყვარჩელთან ახლოს ამ წუთას ყველაზე მაღალი ტემპერატურა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის სოფელი რომელი აი ეს სოფელია. აქვარაში აწერია და ქართულად არ ვიცი როგორ გადარქმეული სახელები საუბრობ. დაწერეთ კომენტარებში ქართულად რა ქვია ამ სოფელს. ეხლა ნახოთ სოფლიოში რა ტენდენციაა ამიტის მხრივ. აი ანკარაში -10 გრადუსია ამ წუთას. ანკარის სიახლოვეს მთები ალბათ. სტამბოლში რა ხდება? სტამბოლში 2 გრადუსია. აქამდე არის ეს ციკლონი, როგორც ხედავთ, არის აი აღმოსავლეთ ევროპამდე, ცენტრალურ ევროპაში არ არის ციკლონი, როგორც ხედავთ. აქეთ არის ბერლინში უკვე არის გაგიკვირდება და 8 გრადუსია. აბერდინში და შოტლანდიაშიც კი 10 გრადუსია. ეს ციკლონი არის შემოსული ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან, როგორც ჩანს. კარგი, ეს გავარკვიოთ, ეხლა გავარკვიოთ ყველაზე ცივი ადგილი სად არის ამ წუთას, ყველაზე მეტად საცივი მსოფლიოში. გაგიკვირდება და ეს არ არის ჩრდილოეთი, ანუ ეს არ არის არქტიკა, სადაც ზამთარია. ეს არის სამხრეთში ანტარქტიდა, რომელშიც ყოველთვის უფრო მეტად ცივა ხოლმე. აი მაგალითად ამ ადგილას არის -48 გრადუსი ამ წუთას, -48 გრადუსია აი ამ ტერიტორიაზე მთლიანად. აი აქ არის 47-48 გრადუსი. და რაც შეეხება ჩრდილოეთით, ეს არის ის რა ქვია გრენლანდია, არის შესახებაც ამ სოფლიო პოლიტიკაში ბოლო დღეებში და ბოლო თვეებში, რაც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, სულ საუბარია. მისი დედაქალაქი არის სადღაც აი აქა, მოვძებნოთ. აი ნუუკი არის მისი დედაქალაქი და ნუუკში ამ წუთას არის -7 გრადუსი. თვითონ კონტინენტურ ევროპას რაც შეეხება, მოდი გრენლანდიას ნახოთ -2 გრადუსია, -53 გრადუსია ამ კუნძულზე.
როგორც -45-იც აქ იყო სადღაც -45. აი -45-ია მაქსიმუმი, როგორც ხედავთ კონტინენტზე და რაც შეეხება თვითონ იმას რა ქვია ზღვას, ჩრდილოეთის ზღვა ზოგადად ყოველთვის მიწაზე უფრო ცივა ვიდრე ზღვაზე, ვინაიდან იქ უფრო ცივი ამინდებია, მაგალითად აი ხა -27 გრადუსი, -26 გრადუსი არის მაქსიმუმ, აი -30 არის აქა და -39-ია ეგრევე რუსეთში, -18 ხმელეთზე. ეხლა ვნახოთ ჩვენ ფრონტზე როგორი ტემპერატურაა, რა ტემპერატურას რა ამინდის პირობებში იბრძვიან უკრაინელები, აი ხედავთ. დონეცკში -5 გრადუსია, პოკროვსკში -5 გრადუსია, ამ წუთას დღისით ღამე ალბათ იქნება კიდევ უფრო ცივი. დნიპროში არის -5 გრადუსი, კიევში -2, ლვოვში 2 გრადუსი. აი აქ სწორედ უკრაინის საზღვარზე გადის ეს ამ ციკლონის ცივი ჰაერის მასები, საზღვარი სწორედ აქ არის და ბელარუსიც არის ციკლონი, რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთის ნაწილი, თურქეთი, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანის ნაწილი, ირანში ხედავთ აგერ თავრისში არის მაგალითად -11 გრადუსი. ასევე ყაზახეთის ნაწილი, ხო, მე მგონი. უზბეკეთის ნაწილი, თურქმენეთის ნაწილი და აქეთ მერე, ეს უკვე არის, რა თქმა უნდა, ჩინეთი, რომელშიც ჩინეთი და მონღოლეთი, რომელშიც ჩრდილოეთით როგორც წესი ზამთარში მუდმივად ცივა. ასევე ეს ციკლონი ყოფილა იაპონიაში, კორეაში, ჩრდილოეთ ასევე სამხრეთ კორეაში. და ტიბეტში აქ რა თქმა უნდა. ავღანეთის ნაწილში, სხვა შორის ავღანეთი მიიჩნევა როგორც ცხელი ქვეყანა, მაგრამ ამ წუთას ქაბულში არის 10 გრადუსი, ხოლო ქაბულთან ახლოს მთებში არის -1, -4 გრადუსი, -3 გრადუსი. -9 გრადუსიც არის სხვა ზოგიერთ პროვინციებში. ეხლა რაც შეეხება ყველაზე ცხელ ადგილს. ყველაზე ცხელი ადგილი ზაფხულში არის ხოლმე, მე ვაკვირდები ხოლმე და აი ეს ადგილია ყველაზე ცხელი, ეს არ ვიცი. რაღაცა მთებს შორის არის ტერიტორია, ირანის ტერიტორიაა ისა. რეგიონი არაწერია ხოლმე და არის ქალაქ ქერმანთან ახლოს. აი ეს ტერიტორია არის ყველაზე ცხელი და ამ წუთასაც 35 გრადუსია ირანის ამ კონკრეტულ ადგილას, რაც შეეხება მეორე ადგილას ჩრდილოეთით, მაგალითად თეირანში 9 გრადუსია და თავრისში -4 გრადუსი და არდაბელში -8, ასეთი განსხვავებული ამინდია ირანში სხვადასხვა რეგიონებში. რაც შეეხება საუდის არაბეთს, ეს არის ომანი, იემენი, 27-38 გრადუსი არის ომანში, იემენში 38, 37 არის საუდის არაბეთში. ეს უკვე არის ეკვატორი, სადაც ზაფხულ მუდმივად ესეთი ცხელი ამინდია, ეს არის სამხრეთ სუდანი, თუ არ მიშლება. სამხრეთ სუდანი უნდა იყოს ესეთ ეს. აი 41 გრადუსიც არის აქ. ზოგადად ეხლა სამხრეთით ზაფხულია ხოლმე და აი მაგალითად ღამეა, მაშინ რა ქვია, ეს არის არგენტინა სავარაუდოდ. არგენტინაში და აი აქ 31 გრადუსია მაინც ღამით. ამერიკის რაიონებში ხა რეგიონებში, ესე იგი ნიუ-იორკში 0 გრადუსია და ფლორიდაში მაიამიში არის 18 გრადუსი. აი, ამიტომ არის ეს ესეთი ცვირიანი კურორტი, იმიტომ რომ აი ესეთ პირობებში, როცა მთელ ამერიკაში ყინავს, მაიამიში არის 18 გრადუსი. ეს არის მექსიკის ყურე, რომელსაც ტრამპმა ამერიკის ყურე დაარქვა. ეს არის ეს ადგილი ზუსტად. რაც შეეხება დასავლეთ ამერიკას, სან-ხოსეში 10 გრადუსია, ლოს-ანჯელესში 11 გრადუსი, ლას-ვეგასში 9 გრადუსი. სიეტლში 9 გრადუსი. ესე იგი, ყველაზე ცივი ამინდი ყოფილა იელოუნაიფში, არა, აქ არის გვერდით რაღაც ქალაქი კიდე ვატი. იქ ყოფილა 18 გრადუსი,
მერე ტულიტაში -20 და აქაც არის რაღაცა ქალაქი თუ არ მიშლება. აგენ კემბრიჯ ბეი -32 გრადუსი. ალასკის დედაქალაქი არის კანადის სიახლოვეს. აგერ არის ჯუნო დედაქალაქი და 3 გრადუსია. რაც შეეხება თავად აქეთ რუსეთის მეზობელ ალასკას ანკორეჯში არის -1 გრადუსი და ასე შემდეგ. მოდი ახლა ვნახოთ როგორი ამდის პროგნოზია მოსალოდნელი თბილისში, საქართველოში ამ დღეებში და აპირებს თუ არა ეს ციკლონი უკან დაბრუნებას. ამისთვის ნახოთ აბა რუკაზე როგორ ჩანს ამინდის პროგნოზია მესენის მონაცემებით. ეს უკვე 24 თებერვალი. ხედავთ რომ ხან უკან მიდის ეს ციკლონი, ხან პირიქით, თუნდაც ხედაღამის მონაცვლეობის მიხედვით, რეალურად ამ დღეებში ეს არსად არაპირებს ეს ციკლონი წასვლას. ეს უკვე 26 თებერვალი, ღამის 5 საათი. ეს უკვე 27 თებერვალი. აქ ხედავთ უკვე რომ ევროპისკენაც წავიდა მცირე ცივი ჰაერის მასები. ეს უკვე პირველი ის არის რა ქვია მარტი და ისევ -3 გრადუსი ღამის ტემპერატურაა ეს ღამე. დღისით ნახოთ ალბათ გათენდა 11 საათი, პირველი საათი 0.6 გრადუსი. აქ მაგალითად არის ეს არის პირველი საათი დღისით ეს არის დილის 11 საათი კვირა 2 მარტი შემდეგ 4 საათი 6 გრადუსამდე ადის ტემპერატურა. აქ არის 4 მარტამდე მოცემული მეგობრებო, 4 მარტის 5 მარტამდე რეალურად. 5 მარტის ღამის პირველ საათამდე და რეალურად ეს ციკლონი როგორც ჩანს დაახლოებით ამ პერიოდისთვის აპირებს უკან წასვლას. თოვლი ვნახოთ ალბათ, თოვლიც არის აქა. ეს არის რადარი, ეს სავარაუდოდ. ეს ზაფხულში შეიძლება გამოგადგეს, ეს არის წვიმის რადარი, სადაც წვიმა ჩანს, სად წვიმს და სად იწვიმებს. ეს არის ქარები. აი ხედავთ ახლა აქ ძლიერი ქარებია, ეს არის 77 კმ/სთ-ში აჭარის სანაპიროსთან, ბათუმთან, აი ახლა ხედავთ ტალღებიც ამის გამო, როგორც იცით, შტორმია მოსალოდნელი აჭარაში. ეს არის ტენიანობა. ეს მისი საკროფია ჰაერის ხარისხი. როგორც აჩვენებს კახეთის რეგიონში ხარისხი ცუდია ამ წუთას. თბილისში ეს არის სავარაუდოდ ქარების ან რაღაცა მსგავსი იმის გამო. იმას არ ზომა, გამონაბოლქვს და იმას არ ზომას, თუმცა ჰაერში ნაწილაკები იმის რა ქვია მტვრის და შემდეგ ამის გაზომა შეუძლია. ეს არის ჭექაქუხილი. ეს ზამთრის ამიდი, სად არის ზამთრის ამიდი? აქ უკვე რუკების მიხედვით აქ დაყოფილი. ეს არის წვიმების საწვიმს, ესე იგი უზბეკეთში წვიმს ამ წუთას. ეს ქარები ვნახეთ, ეს ტემპერატურაა და კი ბატონო. სულ ეს არის მეგობრებო დღეისთვის, გამოიყენეთ ეს საიტი, ძალიან სანდო საიტი არის ამინდის პროგნოზირებისთვის და ძალიან ბევრი ფუნქცია, რომელიც ძალიან საინტერესო ხოლმე ხანდახან ისე სანახავად, მაგრამ როცა გაინტერესებთ ხოლმე
ამინდის პროგნოზი, აუცილებლად ნახეთ ეს საიტი MSN-ი, აპლიკაციას აქვს თავისი და გამოიყენეთ ეს Sando ამინდის პროგნოზის აპლიკაცია. დიდი მადლობა ვიდეოს სრულად ნახვისთვის, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო.